პირველ დღეს რაიმე ისევე ვთქვა, პატიებას ვითხოვ. როცა სკოლაზე და მასწავლებლებზე ვფიქრობ, არ შეიძლება გარდაცვლილი მასწავლებლები არ გავიხსენო. ისინი ბევრი არიან. მეთმა ნათელი დაუმკვიდროს მათ სულებს. მოდით, ფეხზე ათქონით, პატივი მივაკოთ მათ სულებს. მართლაც დაუდებელია. დასაფასებელია, რასაც თვითონ პედაგოგი აკეთებს. ეს გინდა სწორედ ასეთ ღვაწლს და ბავშვებზე ფიქრით შეჭაღარებული ჩვენ საყვარელ პედაგოგებზე ვისაუბრებთ. ისინი დღეს უკვე პენსიონერები არიან, მაგრამ არ გამომდინარე არც ერთი პედაგოგის ან მოსწავლის წარმატება. ამ მასწავლებლებზე როცა ვფიქრობ, გიორგი ლეონიძის შვენიერი მოთხრობა, დეიდა მაიკო მახსენდება. აყვავებული ვაშლის ქვეშ ახალგაზრდა დედა იალეცება ხმას. ასე იწყება მოთხრობა. მაგრამ შემდეგ არის ის, რაც არის. გაიცნი, გენაცვალე, გაიცნი. შენ სიცივზე ვარდის გრუბლები იფანტებია. მოფერების რა უნარი აქვს დეიდა მაიკოს. რამდენ ფორმულას, რამდენ პოეტურ მეტაფორას ხმარობს, რამდენი გრძნობის ჩამწერი და ზემოქმედების ძალისანი არიან ისინი. ისმენს დიდი პოეტი ალერსის გამომხატველ ამბაველ სიტყვებს და მათ ადამიანის წუთილით ამბობს. რა იქნება, სად წავიდნენ ეს ალერსიანი სიტყვები. ძველად 1000-მა მაიკომ რომ იცოდა საქართველოში. მართლაც რომ სჭირდება ბავშვს ეს საალერსო სიტყვების მოსმენა, გულის გათბობა, წაქეზება. მასწავლებელმა ცხომ უნდა უთხრას პირველად მოსულ ბავშვებს სიყვარულის, სათნოების, ბრძოლების გამომხატველი სიტყვები. განატექნიკის ხანაში უფრო არ სჭირდება ადამიანს მიშველება, ტკივილის გაყუჩება და ამისათვის სხვა უკეთესი იარაღი რა არის თუ არა სიტყვა. არის რაღაც მაიკოსებული ქსოვილის საშუალო სკოლის ამ მასწავლებლებში. სხვაგვარად ალბათ ვერ შეძლებდნენ ათეულობით წლები ბავშვებისთვის მიეწვიოთ. ქვეყნად რაც საუკეთესოა, ყველაფერი თქვენთვის მემეტება, ჩვენო საყვარელო მასწავლებლებო. რამდენი ღამე მართლაც სხვის შვილებზე ფიქრში გაგქონებიათ. ახლა კი ჩვენ გვართებს თქვენი მოფერება და თქვენზე ფიქრი. მასწავლებელი მშობლის ალერსით, ამოქალბული მშობელი ამბანი, მასწავლებელი ნორჩის თვალებში ჩაშუქებული ცოდნის ლამპარი. ნეტა ამხედებს ქვეყანაზე რა შეედრება, ციხე-ტაძრებიცა დასულან ლოცვა ვედრებად. წერს ვეფხის ტყავზე საქართველო მზის წივხდომილი, თავს დასდგომია იალბუზი ხელაპრობილი. თითქო ლოცულობს, ცად აღლავლენს მათ ახავერდებს და საქართველოს დღეგრძელობას გამჩენს ავედრებს. Internet
და ის საიტის ნომერი და ყველაფერი აქ არის მითითებული. აი აქ აქვს.